ეხლა ხო ხვალ არჩევნებია და კონცერტს გაითამაშებენ, მაგრამ ეხლა მე თქვენ დაგანახებთ ძალიან პატარა მოცემულობა, სადაც დაახლოებით როგორი გარემოა, პოლიტიკურ გარემოზე კი არ ვლაპარაკობ, ზოგადად ისე რა, სოციალურ გარემოზე ვლაპარაკობ და ვინ ვის ჟიმშია და როგორ არის და რანაირი სიტუაცია არის საერთოდ. აი ეს ორი ვითომ გენერალი რო იყო, ნაცებში რო შეძვრნენ, მერე გოგავა და ეს მეორე რა, გაბეყილი რო იყო ყურაშვილი. 1000 ჯერ რო გადავარა თავის სიტყვა, ჯერ ის სხვა საქმეა, კაცი რო ერთ სიტყვი და 1000 ჯერ მე დაატრიალებ, მაგრამ ჯანდაბას რაც არის ხო? შევიდნენ ნაცებში ბოლოს რა, აგერ რა. იმის შიშით კოცებმა არ დაგვიჭირონ, რა. მერე ის ტრიბუნალშიც არ ვიყავთ, იმან წაკუზა ეგენი ორივე, იმ ეგრეთ წოდებულ ტრიბუნალზე პარლამენტში რაც მოაწყოს რაღაცა მასხარაობა და შემდეგ ეხლა გამოდიან ესენი და ორივე ავრცელებენ ერთობლივად იმას, რა ქვია, ფორს მაჟორში რა, ვითომ ღერიან რა. აბა ხმა ყოლე ხმა რო ისა ყველანაირო ძალადობასო ვემიჯნებითო და უგმობთო ამ აქციის წინ ეხლა ნაცები რო აწყობენ ამათ ინფორმაცია აქვს და ესენი გაემიჯნენ რა ჩვენ აქ არა ვართ ჩვენ არა ვართ ჩვენ კოცები გავხდით ბიჭო რა მაგრად ტეხავს ალიბის შექმნა რო აი რო რაღაცა და ჩვენ შენ მხარი დაგიჭირეთ, გამიგე? ანუ ჩვენ ტყილა გუკუზავდით, აი ჩვენ პროსტო სისტემამ გვაიძულა, გავნაცებულიყავით. სისტემა მაშინაც გვაიძულებდა, ჩვენ ტრაკი მიგვეცა მიხეილ სააკაშვილი, ჩვენ არ გვინდოდა. ისე ვიყავით, ჩვენ მეტრაკები, ჩვენ არ გვინდოდა, მაგრამ ჩვენ ვიძლეოდით. რა ვქნათ სხვა სიტუაცია და შესაძლებლობა არ იყო და აბა რა გვექნა. გამიგე? როგორია ლოგიკა? ამათ მე ეს ხო გააკეთეს. გენერალმა, კაცმა, სამხედროზე არ ვლაპარაკობ, გენერალი მაღალჩინის მქონე პირია, ამხელა რა ვიცი ამას რა დავარქვა, ამხელა სპეკულაციებს როი გააკეთებ, ხო? გენერალი კი არა ხარ, ტრაკი ხარ. მაპატიეთ, მაგრამ ამ საქციელს სხვა ის არა აქვს, რა ქვია, სხვა შეფასება არა აქვს და კიდე დამატებით ყველაზე ალბათ ჩემთვის გულისატკენი იყო და ამ გარემოს რა, მშვენივრად ხატავს ამ საზიზღარ გარემოს. კანდელაკი რა, აი ეს ტელევიზია რო აქ რაღაცა და თავის იმით გამოირჩევა, გამოდის რაღაცები და რაღაცები, ის ხო დაიჭირეს რა, ვინო სპეკულიანტი ხარო და ეს არყის ბოთლებს თუ რაღაცებს ასხამ, კოცები კაცის დაჭერა არ უნდა თუ რა სტატია ყოველთვის მოიძებნებაო, ბერიას რო აქ ნათქვამი, აი იმ პრინციპს მიყვებიან და გულახდილად გეტყვით კანდელაკი ნამდვილად ჩემი აზრით ციხეშიზის ტყილა, არაფრის გულისთვის რა. მაგრამ აი გარემოს დააკვირდით კანდელაკმა გაავრცელებია ხმა მისი ტელევიზიის წარმომადგენლებს რომ არაო კაცო ჯორები დამიყარესო ქართულ ოცნებასო ხმასო არ მისცეთო რომ მოწოდებას ვაკეთებ და არა მე ვაკეთებ მოწოდებას მიეცით ხმაო ქართულ ოცნებას ამას აკეთებს სოფლიო ჩემპიონი ამას აკეთებს უდანაშაულოდ დაჭერილი კაცი და ახლა გულახდილად გეტყვით რითი განსხვავდება ბიჭო ესეთი ბოდიში აი ვითომ ნაძირალა იმისი რა ქვია ვითომ გენერლების იმისგან რა ქვია ალიბის შექმნისგან რომ აი ხო ანუ ჩვენ თქვით და ჩვენც ჩაგვეთვლება რა მაგარი ტეხავს რა ის კი არ ტეხავს რომ კანდელაკმა ეს გააკეთა ან იმ ორმა გნიდამ ის პოდლობა გაიძრომელა ის კაი დაჭერილი კაცია და ესენი ხო გარეთ არიან რა რა ტეხავს იცი აი ესეთი გარემო როა მძიმე რო არის სუნთქება უკვე არც ბიჭო გენერალი ვარო იძახის და ტრაქში მიაქ თავი სოფლიო ჩემპიონია და აი უკადრებელს კადრულობს იმისთვის რომ რამენაირად კოცებმა გარეთ გამოუშვა ვერავის ვერაფერს ვერ მოთხოვ ამ ქვეყანაში რა ოღონ მართლა ვერ მოთხოვ რა იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არაფერი აღარ არსებობს არის მარტო მამუკიე უშიშროების უფროსი და იმაშობა რა ქვია თulis ვისგან რამდენი უნდა ამოიღოს ბიზნესთვის ბიზნეს გამო და ბიზნეს გულიზა თუ გაინტერესებთ როგორც ის ამბობდა ცნობილი მისმა სიძემ ბაღების თემა რო იმას ქნა იქ აბუდაბში რო მიცა ვიღაცა ცისფერთვალება ბიჭს ზარქუამ გულიზა ბიზნეს გულიზა აი ამ ლოგიკაში ჯდება მამუკიე მდინარაძე და რო შეხედო
დასტოინი ბიჭია, გამიგე, კასტუმი აქვს ჩაცმული, ახლა მაგას ნაცების დროიდან ეცვა კასტუმი ვიღაცამ რაღაცა არ შეუთითხნოს, გამიგე, კასტუმის ჩაცმა მაგან იცოდა და რო ფეხს რო დგამს, ახლა მიწაზე ფეხს რო დგამს, აი რა მახსენდება, იცი? Полковник Максим Максимович Исаев, идет в Берлин. Он идет работать. Он идет работать. თუ გინდათ ასე დაარბილეთ რა, თუ აქცენტი რო გქონდეს. ან მოსკოვური, ან პიტერული, ავი, თავარია ეს სოლიდური ის შექმნას რა. ანუ ის რა, აბლიცოვკა, ნეხვის აბლიცოვკა. რომ მამუკია არის ახლა მთავარი სახე რა, полковник Максим Максимович Исаев. На спецзадание Биძინა ივანიშვილი. იობ მამუ ვაშო რა, თქვენი დედა რომ მოგტყან მართლა, სად ჩაიყვანეთ ეს საცოდავი ქვეყანა რა. და ვისი ხელით მოტანილი ქვეყანა და გარემო გვაქვს საოცარი რა, კობახიძე გამოვიდა. გარემოაო, ისუნთქებაო და კიდე თავის კონკურენტუნერიანი გარემოაო და ბოლოს რა დააყოლა, იცი? ამ ორი კაცისო სამხედრო მოსამსახურისო მე განვარდა სახელმწიფოებრივ განცხადებასო ძალიან ვიზიარებ და გულით უერთდები და იმათ უძახის კაცებს პროჭებს რო უძახდა გუშინ ნაცებში რო იჯდნენ გენერლებად რო იხსენიებიან დღეს ბიჭო მოგცემთ მე მაგ სამი ვარსკვლავი უფროსი ლეიტენანტი არ მინდა ძმაო ტრაქში შეიტენეთ იმ ქვეყანაში სადაც ესენი გენერლები არიან მე მცხვენია რომ სამხედრო ვიყო მართლა მცხვენია იმიტომ რომ ყველაზე უკანასკნელ პრასტიტუტკას მარტო საქართველოში კი არა მსოფლიოში აქ უდიდესი თავმოყარეობა ამათთან შედარებით ამათ თავმოყარეობა არ აქვს ესენი არიან ქოცების და ნაცების ბოზები და როგორი ბოზები იცი თავმოყარეობის გარეშე რო იძლევიან უმაღლესი რანგის სამხედრო 100-ია წაკუცული. სოფლიო ჩემპიონი ციხეში ასეთი დამარცხებულია და ნიველირებული. და რა უნდა მოთხოვ ახლა ჩვეულებრივ ადამიანს მიდი და არჩევნებზე თავისუფალი იყავ რა ის თავისუფალი უნდა იყოს. იმას დაწერა პარტიამ. ხვალ წახვალ ხმას მიცემ, სურათს გადაუღებ, ჩააგდებ საერთო ჯგუფში დამთავრდა. ფინიტა ლა კომედია. ეგ არის მეც არაფერს არ ვიტყვი. თუ გინდათ ბიზია ამ ქვეყანაში ცხოვრება იცხოვრეთ და ვისაც ღირსება გაქვთ ბავშვო წადით იმ არჩევნებზე, მოკიდეთ თქვენ ბიულეტენს ხელი და წამოიღეთ სახში და ან დაწვით, ან დახიეთ, ან იქვე გაანადგურეთ. ამით ოდნავ მაინც გაუმძიმებთ ამათ საქმეს. თორე რა ვიცი ახლა აგერახარ და მე მაგალითად რო უყურებ და ეს ქართულ ენაზე მცხვენია ეს რომ ესმის ქართულ ენაზე და ჩემ ცნობიერებაში შედის რა. და მე უნდა ვიამაყო რომ ქართველად დავიბადე რა. დავიბადე ქართველად და შეხედავ აგერ და სოფლიო ჩემპიონი ასე იქცევა და გენერალი ასე იქცევა. სადა მაგალითის მიმცემს ვეძებ რა. მაგალითის მიმცემი არა დრომოდის ისეთი ქართველებო მაგალითის მიმცემი ჩვენი შვილებისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ. აღარ არის ამ ქვეყანაში სიმაღლე. ჩაძირულია. ბიძინა ივანიშვილია ქვეყანაში თავარი გენერალიც და თავარი მსოფლიო ჩემპიონი. ბოდიშებს ხომ მაგრად ახდევიოს, თავარი ეს არის რა. აი ამ ბოდიშების მოხდაში მოხდება ისე რომ ერთი დღე თვითონაც ჩაიხდის. და ჩაიხდის ძალიან მწარედ რა. მადლობთ ყურადღებისთვის, ვინც მისმენდით და აი მე მიჭირს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ხანდახან მაინც მიმაჩნია აუცილებლად, იმიტომ რომ უბრალო ადამიანებისთვის და უბრალო ხალხისთვის თავისუფალი სიტყვა ოქროზე მეტია. და პურზე მეტია, მაგრამ ამას ბიძინა ივანიშვილი ვერ გაიგებს, იმიტომ რომ ვინც მატერიალიზმში ცხოვრობს და მატერიებისთვის ცხოვრობს, ის ვერასდროს ვერ გაიგებს იდეის ძალას და ნურც გაგაგებიოთ ნურასოდეს. და როდესაც თქვენ იფიქრებთ და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს მატერიალისტური სიძლიერეები თქვენს უმთავრეს იარაღს წარმოადგენს, მოხდება ამ ქვეყანაში, რომ ისე დამარცხდებით.
და მე მიხვდებით, რომ რა ძალა აქვს იდეას, მაგრამ ამას მარტო მაშინ უნდა მიხვდეთ, როცა ბეჭებზე იქნებით დადებული. წარმოუდგენელია ჩემი სამშობლო მართოს ნიღბიანმა მამაძაღლებმა რა. არ შეიძლება ასე იყოს რა. იდეა ყოველთვის უნდა მოერიოს ბოროტებას. ასე როგორც რუსთაველს აქვს ნათქვამით, რომ არსება მისი ძალიან გრძელი სიკეთის. აი ესეთი რაღაცების მწამს მე. და რა ისეთი იმედის ბიძინა ივანიშვილი რო აშუქებს იქიდან პატარკაცაშვილის ნამოსახლარიდან ის იმედი არ არის, ტუალეტი.